ავსტრიის ყველაზე მაღალი მწვერვალია გლოსგლოქნა და ნიშნავს დიდი ზარი, ესე ითარგმნება. ასე გამოიყურებოდა ეს მწვერვალი 1832 წელს, როდესაც საიმპერატორო ექსპედიციაში წაიყვანეს მხატვარი თომას ენდერი და ნახატა ეს მყინვარი. აი ეხლა უკვე მარცხნივ არის კადრები, როგორ იცვლება უკანასკნელი 150 წლის მანძილზე, აი 200 წელი არ არის შეგასული, როგორ შეიცვალა ეს მწვერვალი, გლოსგლოქნერი და ის მყინვარი, რომელიც გლოსგლოქნერის ზაზე დგას. მე თვითონ მაქვს ნანახი 2 წლის წინა და საერთოდ აი ამ ადგილას შეგიძლია ჩვეულებრივად იარო უკვე ყოველგვარი მყინვლის ნახჭურველობის გარეშე. ვარ დარბაზში, სადაც გამოფენილი არის ბიდემაიას ეპოქის მხატვრები. ეს არის ეპოქა ავსტრიაში ვენის კონგრესიდან 1858 წლის რევოლუციამდე. ჩვენ რო ვიძახით აი რომანტიზმის ეპოქას, კლასიციზმს, აი სალონური ცხოვრების ეპოქა რო იყო ჩვენთან 800-იანი წლების დასაწყისში, აი ის პერიოდია ავსტრიის. განსაკუთრებით აისახა მხატვრობაში, ალეჯის ინტერიერში, აი ოთახების ინტერიერში აისახა და არქიტექტურაშიც გარკვეულწილად. ეს არის ეპოქა, როდესაც აი ბაროკული პომპეზურობის მერე გადადიან ჩვეულებრივ სალონურ, უბრალო, ინტიმურ, აი უშუალო ცხოვრებაზე და უკვე წინ მოდის ჩვეულებრივ გლეხის ცხოვრება, მუშის, აი ხა ეს გოგონა, რომელიც ძილის წინ ლოცულობს, ახლა აბსოლუტურად ჩვეულებრივი უბრალო გოგონაა, ხო. ბავშვები, მოთამაშე ბავშვები და სინათლის წყარო როგორ აქვს დაჭერილი. აი რო გახვიდე, ხა ეს არის თებერვალი მარტი, ხო? გახვიდე გაზაფხულზე ავსტრიის ვენის ტყეში სადღაც სიახლოვეს სადაც ყვითელი ფოთლებია დამდნარი თოვლია და აი ეს გამხმარი ხის ფოთლები ზუსტად ესეთ სინათლეს დაინახავს